BB Leasing-ის და Mitsubishi-ის პარტნიორობის ფარგლებში დღეს ტესტ-დრაივზე წამოვიყვანეთ ახალი Mitsubishi Outlander. Mitsubishis ისტორია 1917 წლიდან იწყება, როდესაც ბრენდმა პირველი იაპონური სერიული ავტომობილი Model A გამოუშვა. კომპანიის ფილოსოფია ყოველთვის იყო პრაქტიკულობა, გამძლეობა და ტექნოლოგიური ინოვაციები. ავტოსამყაროზე განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა Mitsubishis 4x4 სისტემებმა. Pajero, Lancer Evolution და სხვები, რომლებიც დღესაც ლეგენდებად ითვლება. Outlander-ი Mitsubishis უდიდესი წარმატებაა SUV კატეგორიაში. პირველი თაობა 2001 წელს გამოვიდა, მაგრამ ყველაზე დიდი გადატრიალება სწორედ ბოლო, მეოთხე თაობამ მოახდინა. სრულიად ახალი დიზაინი, უსაფრთხოების ტექნოლოგიები და პლაგინ ჰიბრიდ სისტემა, რომელიც ბრენდის ფლაგმანია. ახალმა Outlander-მა უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვებაც მოასწრო. პრემიუმ მასალების და სალონის დიზაინის გამო. უსაფრთხოების მხრივ კი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა SUV-ების კლასში. ასევე იაპონიაში წლის ავტომობილად აღიარეს ინოვაციის კატეგორიაში და გამოცემა Auto-Pacific-მა საუკეთესო საშუალო ზომის crossover-ად აღიარა. ამ ავტომობილის ღირებულება შეადგენს 91,035 ლარს, მაგრამ თუ გსურთ, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ BB Leasing-ის 90%-იანი თანადაფინანსებით. რატომ BB Leasing-ი? დღესდღეობით, რაც ჩვენ მოვიძიეთ ბაზარზე და შევადარეთ ფასები, ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ფასი აქვს BB Leasing-ს და ასევე მე პირადად 3 ავტომობილი მყავს შეძენილი BB Leasing-ის დახმარებით და გარდა იმისა, რომ საკმაოდ კარგი ტარიფი აქვს, ასევე ძალიან მოქნილი გადახდის სისტემა აქვს BB Leasing-ს. პირობებს შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გაეცნოთ საიტზე, სადაც ასევე არის ფასის კალკულატორი, შეგიძლიათ წინასწარ გამოითვალოთ თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ და რა ვადით, ხოლო რაც შეეხება თანამონაწილეობას, BB Leasing-ი აფინანსებს ავტომობილის ღირებულების 90%-ს, სხვა დეტალებისთვის შეგიძლიათ თავად დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე, ან კონსულტაციისთვის მიბრძანდეთ მისამართებზე. საკმაოდ რბილად დგას გზაზე, არ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ არის რაღაცა იაფასიანი ავტომობილი, არ არის ხისტი, არ არის ბრაგუნა ავტომობილი, სხვათა შორის თავით საკმაოდ კარგად უჭირავს და აღსანიშნავი არის ის, რომ ამ ავტომობილს აქვს Super All-Wheel Drive სისტემა. მოკლედ, ეს რას ნიშნავს? მარტივ ენაზე რო ავხსნა, სადაც ჭირდება მეტი სიმძლავრე, კონკრეტულ საბურავს, იმ საბურავს აძლევს უფრო მეტ ძალას, რომ კარგად მჭიდროდ იდგეს ავტომობილი გზის საფარზე. ეს სისტემა ძალიან კარგია ნახევრად მოსვლებულ ზედაპირზე, იმ შემთხვევაში, რომ თავი დავიზღვიოთ და არ მოგვიცურდეს ავტომობილი. დაახლოებით იგივენაირად მუშაობს, რაც Alfa Romeo-ში გვხვდება Q4 სისტემა. საკმაოდ რბილი დაკიდების სისტემა აქვს, რაც ძალიან კარგია. ასევე ვიბრაციები გვაქვს საჭეში, როდესაც ზოლს კვეთ, უნებლიეთ, თუ არ გვაქვს სიმსიმა ჩართული და ასე შემდეგ. ამ ავტომობილს აქვს ასევე blind spot-ები, რაც გვეხმარება, რომ უკანა ხედვის სარკეში არ გამოგჩეს არაფერი. ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ძალიან კარგია. მე რაც ასევე ძალიან მომეწონა, აქვს ძალიან კარგი სენსორი, კარგად რეაგირებს შეხებაზე. აი მაგალითად ახლა გავხსნათ რადიო, გადავიდეთ აქ შეტყობინებებში, გადმოვიდეთ მუსიკაში, გადავიდეთ ზარებზე, ეხლა მობილური ტელეფონი არ არის დაკონექტებული. მოკლედ ძალიან მარტივი და პრიმიტიული მონიტორის სისტემა აქვს, რაც ძალიან მომწონს. ყველაფერი გასაგებია და ძალიან მარტივია. აქედან შეგვიძლია პროფაილები რაღაცები შევცვალოთ, დავაყენოთ რაც გვინდა. ხედველობის არეალი მომეწონა ამ ავტომობილის ძალიან, კარგად და ნათლად ჩანს ყველაფერი, ეს გარებიც ხელს არ გვიშლის. გარიზონა თითქმის არაფერი არ გვაქვს. ისეთი რომ ხელი შეგვიშალოს ხედველობაში. ასევე ძალიან მომწონს რომ ხედავთ ავტომობილის ჰუდს, რომელიც არის ულამაზესი, მართლა ძალიან ლამაზია, თავისი ფორმებიდან გამომდინარე. ზოგადად მიყვარს ხოლმე
მსგავსი სტილის ავტომობილები, სადაც ეს ავტომობილის ხუდი ჩანს და ძალიან სასიამოვნოა მართვის დროს. მე ჩემთვის პირადად. არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ ავტომობილის სავარძლები, რომელიც ძალიან კომფორტულია. ასევე გვაქვს ელექტროსავარძლები, შეგვიძლია აქედან დავარეგულიროთ ღილაკებით, ეს ყველაფერი, გავწიოთ ან გამოვწიოთ წინ და უკან. საჭი არის ამ ავტომობილის ერთი სიამოვნება. არ გაბეზრდება ხელის მოკიდება. ისეთი სასიამოვნოა, კარგად ზის ხელში. არ არის ძალიან დიდი, არ ძალიან პატარა არ არის და ძალიან სასიამოვნოა მართვის დროს მოკლედ საჭესთან შეხება. რაც შეეხება ინტერიერის დეტალებს, აქ გვაქვს სათავსო, რომელიც არ არის ძალიან დიდი. ხელს თუ ჩავყოფ დაახლოებით ეს ჩადის. ხელი შიგნით გვაქვს ასევე Type-C პორტიც, გვაქვს რამდენიმე სვლის რეჟიმი. ეხლა ჩვენ დავდივართ ეკო რეჟიმით. შეგვიძლია გადავერთოთ ნორმალზე, ასევე შეგვიძლია გადავერთოთ ასფალტის საფარზე. ეს ძალიან საინტერესო არის. ასევე აქედან შეგვიძლია გადავიყვანოთ ასე ვთქვათ, გრავის საფარზე. ასევე გვაქვს თოვლის საფარი. თოვლის საფარზე სასიარულო და ტალახში სასიარულო, რომელიც ალბათ უფრო აგრესიული იქნება. ესე ძალიან საინტერესო იქნება ამის გატესტვა. კაი, გადავიყვანოთ ნორმალ მოუდში და ვაგრძელოთ სვლა. რაც შეეხება კრიტიკოსების შეფასებას. ახალი Outlander-ი ყველაზე დიდი ნახტომია Mitsubishi-ის ისტორიაში ბოლო 15 წელიწადში. დიზაინი საბოლოოდ გადავიდა ბიუჯეტური SUV-დან რეალურად პრემიუმ ვიზუალზე. მართვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია მშვიდი, კომფორტული, სტაბილური და ძალიან იზოლირებული. ერთადერთი მინუსი, რომელსაც ხშირად ახსენებენ, არის ძრავის ხმაურიანობა მაღალი დატვირთვისას და CVT კოლოფის ტიპიური ქცევა. გავჩერდით ესეთ მშვიდ, ლამაზ და წყნარ ადგილას, სათიბეში, სადაც დეტალურად მოდი მოვიხილოთ Mitsubishi Outlander-ის ვიზუალური მხარე. პირველ რიგში რაც თვალში გვხვდება, არის აი ძალიან დიდი ცხაურა, რომელსაც Dynamic Shield-ის სახელით იცნობენ Mitsubishi-ის მოყვარულები, მომხმარებლები და ასე ვთქვათ, ვინც დაინტერესებულია ამ ავტომობილით, ის საზოგადოება. ძალიან თავამად ასევე დიდად გვხვდება Outlander-ის წარწერა. სხვათა შორის მსგავსი რამ გვხვდება Range Rover-ებში ხოლმე, ძირითადად დატანილი თამამად თავიანთი ბრენდის სახელწოდება. ასევე ვხედავ ძალიან ბევრ ქრომს. ყველგან ქრომი გვაქვს ამ ავტომობილში. გვერდებში, წინა მხარეს და თითქოს მოგვაგონებს ცოტა 90-იანი წლების ავტომობილებს, როდესაც უფრო აქტიურად გამოიყენებოდა ქრომი. დღესდღეობით ნაკლებად გვხვდება ხოლმე ავტომობილებში, განსაკუთრებით მომწონდა ხოლმე ჯერ კიდევ Force-დან, სადაც ხშირად გვხვდებოდა ხოლმე ქრომირებული დეტალებით ავტომობილები და განსაკუთრებით ქრომირებული დისკებით და აი ნოსტალგიას მიღვიძებს, ასე ვთქვათ და ჩემთვის პირადად ძალიან მისაღები და სასიამოვნოა ბევრი ქრომის ხილვა ავტომობილზე. უმეტესი ადამიანები, რა ვიცი, უბრალოდ აშავებენ ხოლმე მათ. არადა მე მგონია რომ უხდება და დიზაინში საკმაოდ კარგად ზის. ავტომობილს თუ გვერდიდან შევხედავთ, სიმპათიურია. ძალიან იხდენს 20 დიუმიან დისკებს, რომელიც ასევე ქრომირებულია და მე ძალიან მომწონს ბევრი ქრომი ავტომობილზე. კანტები რაც აქვს და ხაზები ავტომობილს ძალიან ლამაზად არის გამოყვანილი. ბევრი ნამუშევარია, ამასაც ეტყობა ერთი შეხედვით. ასევე მომწონს ამ ავტომობილის აი ზედა მხარე. სადაც გვაქვს ასევე სამაგრები, სადაც შეგვიძლია თხილამურები დავამაგროთ, ასევე დამატებითი საბარგული დავამატოთ და რაც მე პირადად ძალიან მომეწონა, არის აი ეს. აი ეს მინის ფორმა. ძალიან უცხოა. და ძალიან მომწონს. აი ესეთი დეტალები ძალიან სასიამოვნოა ხოლმე ავტომობილში, როცა გვხვდება. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, როგორც ჩვენ ვიდეოში ვნახეთ, ძალიან კარგი ხმის იზოლაცია აქვს ამ ავტომობილს, რაც არის თხელი, მაგრამ ორმაგი მინის დამსახურება. ესე ცოტა გამიკვირდა. მაგრამ თავის საქმეს ძალიან კარგად ასრულებს. რაც შეეხება ავტომობილის უკანა ნაწილს, სპოილერი და აი ეს კანტები, რომელიც კრავს სპოილერს. ბევრ ავტომობილში არ გვხვდება. სხვათა შორის ბოლოს რო გადავიღეთ X3 M50 ზუსტად ესე იყო და იქაც ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა და აქაც ძალიან მომწონს.
რომ შეკრული არის და კარგად გამოიყურება სპოილერი და მართლა ობოლი ბავშვით არ არის მარტო. ასევე რაც დასაფასებელი არის, ქვედა მხარეს არ არის გამოკვეთილი. კი, ეს არ არის ფუნქციური დიფუზორი, ეს უბრალოდ დიზაინის ელემენტია, მაგრამ არ არის ფეიქი, არ გაქვს იმის შთაბეჭდილება, რომ აი აქ მაყუჩები უნდა იყოს. როგორც Chevrolet-ში ნიკელის ფაქტურით იყო წარმოჩენილი. მოდი ჩავიხედოთ ახლა საბარგულშიც და ვნახოთ რა სივრცე დაგვხვდება შიგნით. დიდი საბარგულია, დანამდვილებით შეგვიძლია ეს ვთქვათ. ეს ალბათ იმის დამსახურებაც არის, რომ ეს ავტომობილი არის 7 ადგილიანი. ამჟამად გადაწეულია მესამე რიგის სავარძლები, რაც გვაძლევს ძალიან დიდ ფართს შიგნით. არ ვიცი, ალბათ 4 კი არა, 8 ადამიანის ხელბარგით ჩაეტევა ეხლა როგორ მდგომარეობაში არის ისე საბარგულში. დანარჩენი რაც შეეხება გადმოუწიოთ კიდევაც ვნახოთ, უკან ამხელა ადგილი გვაქვს მესამე რიგს როცა გავშლით, შესაძლებელია თუ არა ბავშვების გარდა დასული ადამიანების ჩასვლაც. აქ ასევე დანარჩენი რაც ხდება საბარგულში მესამე რიგის სავარძლების თავის მისადები, ერთი და მეორე, ხდება ავტომობილის დომკრატი და საბუქსირეები. მეტი არაფერი. ხო, გადმოსაწევები სავარძლების. ეხლა კი მოდი ვნახოთ თუ რამხელა ადგილი გვაქვს იმ შემთხვევაში თუ მესამე რიგის სავარძლებსაც გავშლით. და რამდენად მარტივია ზოგადად მესამე რიგის სავარძლების გაშლა. აქ გვაქვს ორი ცალი სახელური, რომელსაც გამოვწევთ. ამ სახელურის გამოწევის შედეგად სავარძლები გადადის წინ, რომ მარტივად ამოვწიოთ მესამე რიგის სავარძლები. აუცილებლად მოსახსნელია აი ეს პანელი, რომელსაც ახლა ჩამოვიღებ და განვათავსებ. აი აქ ეს დავდოთ და ამოვწიოთ ჩვენი მესამე რიგის სავარძლები. ეგ არის. ეხლა კი რაც შეეხება ფარტს, ამ შემთხვევაში ბევრი ადგილი აღარ დაგვრჩა. ალბათ 1-2 ცალი ხელვარგი რო ჩავდოთ და ამ შემთხვევაში უკვე გამოგვადგება აი ეს დამატებითი საბარგულის დასამაგრებლები, რაც გვაქვს უკვე სახურავზე. მესამე რიგის სავარძელზე სამწუხაროდ მე ვერ ვეტევი, მაგრამ ჩემზე ბევრად გამხდარი ადამიანი თავისუფლად ჩაეტევა. მე ძლივს ვეტევი. მოდი ახლა ვნახოთ, უკან როცა ადამიანი ზის, წინ ამხელა ადგილი გვაქვს. კაი. ვიწროდ ვარ, მუხლებიც მიდებული მაქვს, სავარძელზე, წინა სავარძელიც მიწეული არის წინ. ხო, ცოტა დისკომფორტი იგრძნობა, მაგრამ საერთო ჯამში ბავშვი რო იჯდეს უკან, მე მგონი იდეალურია რა. მაინც დასრულებისთვის ვერა. მოკლედ, რამხელა სივრცე გვაქვს ავტომობილის უკანა სავარძლებზე, როცა არ გვაქვს მესამე რიგის სავარძელი გაშლილი. სივრცე საკმაოდ დიდია, ფეხები თავისუფლად შეგვიძლია გავშალოთ, ასევე თავზევითაც ადგილი საკმარისი გვაქვს. ინტერიერში დამატებით რაც ხდება არის განათებები, რომელიც მუშაობს სენსორზე, ასევე მობილური ჩასადები მგზავრობის დროს. აქაც პატარა სათავსოა, სადაც ალბათ შეგვიძლია პლანშეტი მოვათავსოთ ან სხვა ელექტრომოწყობილობა, აქაც სტანდარტული დოკუმენტების ან ქაღალდების ჩასალაგებელი. ასევე გვაქვს უკანა სავარძლების გათბობა, რომელიც შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ სიცივეში. აღსანიშნავია, რომ ამ სავარძლებს კიდევ აქვს უკან გადაწევის საშუალება, უნდა გადმოვიდეთ ავტომობილიდან ისე გადავწიოთ და შეგვიძლია უფრო კომფორტული გავხადოთ მგზავრობა. ასევე, თუ მაგალითად მზემ შეგვაწუხა, როგორც ახლა მე მაწუხებს, ამ შემთხვევაში ასევე გვაქვს აქ ბადე, რომელსაც ამოვწევთ, აქ თავის სამაგრები აქვს, ამ სამაგრებზე დავამაგრებთ და უფრო კომფორტულს გავხდით ავტომობილით მგზავრობას. ავტომობილის ინტერიერში გვხვდება პრემიალური მასალები, ძალიან რბილი მატერია არის ყველგან და სასიამოვნოა შესახებად. ვენტილირებადი სავარძლები გვხვდება, რომლებიც არის გათბობა გაგრილების სისტემით აღჭურვილი, რაც ასევე ხას უსვავს ამ ავტომობილის პრემიალურობას. აი ეს მატერიალები რაც აქ არის, არაფერი არ ხმაურობს, ძალიან რბილია ყველაფერი. აქაც ძალიან კომფორტული არის ხელის დასადები.
რაც ძალიან მიყვარს, აი უხეში არის ხოლმე უმეტეს ავტომობილებში პლასმასის და ეს რბილია და კომფორტულია მგზავრობის დროს. ავტომობილი აღჭურვილია 360 გრადუსიანი ხედვის სისტემით, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან კარგია. აქ გვაქვს სათვალის ჩასადებიც, ბევრ ავტომობილში არ გვხვდება და ეს მომეწონა და პანორამული ჭერიც. ხო, რაც შეეხება აუდიო სისტემას, გვხვდება Yamaha-s აუდიო სისტემა, კარგი ჟღერადობა აქვს, კარგი ხმა აქვს, სასიამოვნო მოსასმენია. ყველაფერი გვხვდება ღილაკებზე აბსოლუტურად, აი რაც აქვს რა ფუნქციები ავტომობილს, ასაჭიდან შეგვიძლია ყველაფერი გადავრთოთ, ასევე გაგრილება, გათბობის სისტემები აქედან მართოთ ყველაფერი, ასევე მონიტორის ისე შეგვიძლია ხმის აწევა, დაწევა, გადახვევა, გადმოხვევა, კამერა, რავი, დღე-ღამის რეჟიმში გადასვლა, რაც არის, ყველაფერი შეგვიძლია ვაკონტროლოთ ღილაკებით. აი ადამიანურად არის გაკეთებული რა, აი არ ვიცი, აი არის ბევრ ახალ მოდელებში ყველაფერი სენსორზეა უკვე რა და უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვისაც პირადად მე მაგალითად ყურადღებას მიფანტავს. რომ აი გეძიო რაღაცები, შეხვიდე ან მონიტორიდან რაც კონტროლდება ხოლმე, ან აქ აი რომ მიდიხარ მაგალითად იცი რა, ხვდები რომ აჰა მოკიდე ხელი აწიე იქ, ან დააჭირე, სად დაჭერ, როგორ აჭერ, ან თუ არ დახედე ვერ დაინახავ ესე ვერ მიეჩვევი რა. ხო და ყურადღების გამფანტავი არის ეგ ყველაფერი და აქ გვაქვს ადამიანური ნორმალური აი ესე ვეძახი ღილაკები. ყველგან ღილაკები. ასევე სიჩქარის გადამთვლელი ხდება ჯოისტიკის სტილის. ნუ ამ შემთხვევაში მაუსივით არის ცოტა. ეს შეგვიძლია ამოძრაოთ როგორც გვინდა. გადმოვიყვანოთ, ნუ რეჟიმები არაფერი არ არის სტანდარტული, პარკინგი, ნეიტრალი, რევერსი, დრაივი და მანუალი უკვე საიდანაც პადელში ვტერებით მართავთ, რომელიც ასევე დაყვება საჭეს. ბევრს აი ეს პლასმასები, რაც აქ ხდება, შეიძლება ეგონოს დიზაინის ელემენტი. მაგრამ ეს ასე არ არის. ეხლა ახსნი ზუსტად რისთვის არის გაკეთებული ეს ყველაფერი ავტომობილზე. როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა კლიმატი. ეს ავტომობილი შეიძლება იმყოფებოდეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ძალიან ხშირი არის უამინდობა, თოვლი და გზაზე მარილიც ხშირად ხდება ხოლმე. ზოგადად ავტომობილებს ესეთ რთულ პირობებში ხშირად ეწყებათ ხოლმე კოროზია. აი ეს პლასმასები სწორედ კოროზიისგან იცავს ამ ავტომობილს და თანამედროვე ავტოწარმოებაში ნუ ეს გამოცდილებამ უკვე აჩვენა და ნელ-ნელა დაიწყეს ავტომწარმოებლებმა მსგავსი ელემენტების დამატება ავტომობილზე, რომ უფრო დიდხანს გაძლოს ავტომობილის მეტალმა. ავტომობილი აღჭურვილია 2.5 ლიტრიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 185 ცხენის ძალას და 255 ნიუტონ-მეტრს. ავტომობილის წონიდან გამომდინარე არ არის რაღაცა ისეთი მონაცემი, რომ გაგვიკვირდეს და აღვთოვანდე და ვაუ, თქვათ ამ ყველაფერზე. 0-დან 100-მდეც, ნუ დაახლოებით 10 წამი სჭირდება ამ ავტომობილს. არ არის რაღაცა სწრაფი ჩქარი ავტომობილი, მაგრამ იმ სეგმენტისთვის, რისთვისაც ეს ავტომობილი არის გამოშვებული, ალბათ უფრო საოჯახოდ, მე მგონია, რომ საკმაოდ ნორმალური არის. ახალი Mitsubishi Outlander-ი არის ავტომობილი, რომელმაც ბრენდი სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. დიზაინით, ინტერიერის ხარისხით, ტექნოლოგიებით და უსაფრთხოებით ის უკვე კონკურენციას უწევს ისეთ მოდელებს, რომლებიც ადრე უფრო მაღალ კატეგორიაში ითვლებოდა. თუ გინდათ გამძლე, კომფორტული, უსაფრთხო, ეკონომიური და ვიზუალურად ეფექტური SUV, Outlander-ი ნამდვილად იმაზე მეც გაძლევთ, ვიდრე მისი ღირებულებაა. თუ გადაწყვეტეთ ამ ავტომობილის BB ლიზინგის დახმარებით შეძენა, მაშინ ყოველთვიური გადასახადი 1872 ლარიდან იქნება. ძალიან კარგია ესეთ მშვიდ, წყნარ და ლამაზ ადგილას ყოფნა, რასაც ასევე უფრო ალამაზებს ჩვენი Mitsubishi Outlander-ი. და კიდე ახლა თქვენ დაგემშვიდობებით და დავტკბები ამ ლამაზ ადგილას ჩვენი ავტომობილის ხედითაც.